შეწყალებაზე რას ჩვენ ვფიქრობთ, რომ საერთოდ შეწყალება ქრისტიანული სათნოებაა და იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელია ასეთი რამ გახოცოს. უშუალოდ აქციაზე დაკავებულების შეწყალებაზე გეკითხებით, მათ შორის მზია ამაღლობებს. აი ამ თქვენი პერსონალური პოზიცია მათ შორის როგორია? მათ შეწყალებასთან მიმართ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც თავის პერსონას მოინანიებს, შეიძლება რომ იყოს შეწყალება. შეწყალებაზე მე ჩემზე კარგი პოზიცია არ აქვს არა დედამიწაზე. აბა გითხარით. მე თვითონ ნაბარია მჟავდებულები, მე მაგანყოფილების უფროსი ვარ და დიდი საერთოდ გამოუშვები სუპერს. თქვენ იცნობთ რადგან გაბარიათ ეგ განყოფილება? აქციაზე დაკავებულებს იცნობთ ხდებით ჩვენ ხოლმე? ეგეთ რაღაცას არ ვეძახ. ხო, აქციაზე დაკავებულ. აქციაზე დაკავებულ აი მზია ამაღლობელი აქციაზე დაკავებულებს გამოუშვებდით როგორც თქვენ აქ. თვითონ მოვინახულე როცა დაიჭირეს, დააკავეს და დასაუბრებები მქონდა. ზიამას თავისი ეს გარკვეული აზრები მითხრა და ეხლა ჩვენ იურიდიულ კანონებს და ჩვენ ერთგვარად ვერ დავიჭერთ, ერთგვარად ვერ გამოუშვებთ. ეს არის სახელმწიფო საქმე და ჩვენ შეგვიძლია მოგიხსენოთ მაგრამ თქვენ აზრს დიდი გავლენა აქვს, რადგან ეკლესიის რეიტინგი არის საკმაოდ გავლენა აქვს მოგიხსენოთ. სუპერას გამოუშვებთ. ანუ სინოდი არიან ყოველი წელიწადი შეწყალება წერია, ერთ-ერთი სათნოება არის, ეს აუცილებელი არის, სათნოება. თქვენც მიგაჩნიათ რომ აუცილებელია და უნდა მოხდეს. დაწერილია, შენ მოგონილი არ არის. დაწერილია, ეს გადაიქცა ისე. უნდა იქნეს შეწყალებულნი. ორი რამ გვაქვს ჩვენ. არის რაღაც ყველა საკითხი რაღაც პოლიტიზირებული ხდება. ეს არ უნდა მოვახდინოთ, ეს არ უნდა გავაკეთოთ და ამას უნდა შევხედოთ ქრისტიანული